თეთრი სახლი აცხადებს, რომ ირანზე დარტყმისთვის მრავალი მიზეზი და არგუმენტი არსებობს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ტეირანს გამოიჩინოს გონიერება და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპთან შეთანხმება დადოს. თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა კეროლაინ ლევიტმა ეს განცხადებები ჟენევაში ომანის შუამავლობით გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებებიდან მეორე დღეს გააკეთა. მან თქვა, რომ მოლაპარაკებების ამ რაუნდში მხარეებმა მცირედ პროგრესს მიაღწიეს, თუმცა რიგ საკითხებზე შეთანხმებისგან ვაშინგტონი და თეირანი კვლავ ძალიან შორს არიან. სად არის თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოლაპარაკებებს მეტი დრო მისცეს და რამდენ ხანს დაიცდის იგი სამხედრო მოქმედებამდე. კეროლაინ ლევიტს ამ კითხვაზე პასუხი არ გაუწია, თუმცა თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა უპასუხა ირანთან დაკავშირებულ სხვა არაერთ შეკითხვას. სამხედრო საიდუმლოებებზე საუბარს არ გთხოვთ, თუმცა შეგიძლიათ მცირედი გაგვიზიაროთ იმის შესახებ, თუ როგორია პრეზიდენტის განწყობა შესაძლო დარტყმასთან დაკავშირებით. ვისთან საუბრობს, რა ინფორმაციას ეყრდნობა და რატომ შეიძლება აუცილებელი გახდეს დარტყმა ბირთვულ პროგრამაზე, რომელიც მისი თქმით, ამერიკული იერიშის შედეგად სრულიად განადგურდა. არსებობს მრავალი მიზეზი და არგუმენტი, რომელიც შეიძლება ირანის წინააღმდეგ დარტყმის მხარდასაჭერად იქნეს გამოყენებული. პრეზიდენტმა, როგორც მთავარსარდალმა, შუაღამის უროს სახით ძალიან წარმატებული ოპერაცია ჩაატარა, რომელმაც, როგორც იცით, ირანის ბირთვული ობიექტები სრულად გაანადგურა, თუმცა პრეზიდენტი ყოველთვის მკაფიოდ ამბობდა, რომ ირანის თუ სხვა ნებისმიერი ქვეყნის შემთხვევაში დიპლომატია მისი პირველი არჩევანია. პრეზიდენტ ტრამპთან და ამ ადმინისტრაციასთან შეთანხმების გაფორმება ირანისთვის ძალიან გონივრული ნაბიჯი იქნება. პრეზიდენტი ბევრ ადამიანს ესაუბრება, უპირველესად ეროვნული უსაფრთხოების გუნდს, რომლის წევრებიც თქვენ იცით. ეს საკითხი პრეზიდენტისთვის სერიოზულია. იგი ყოველთვის იმაზე ფიქრობს, თუ რა არის საუკეთესო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ჩვენი სამხედროებისთვის და ამერიკელი ხალხისთვის და სწორედ ამ პრინციპით იღებს გადაწყვეტილებებს სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით. ირანის გარშემო ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების გაძლიერების პარალელურად ესაუბრება თუ არა ომის გეგმებთან დაკავშირებით პრეზიდენტი ტრამპი ისრაელს, რათა შესაძლო დარტყმის შემთხვევაში ამაში ისრაელიც იყოს ჩართული. პრეზიდენტის ბოლო საუბარზე ისრაელთან დეტალები არ მაქვს. როგორც იცით, პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ახლახან იყო თეთრ სახლში. ირანთან დაკავშირებით კი გუშინ გარკვეულ პროგრესს მივახციეთ. ჯერ კიდევ ბევრი დეტალია დასაზუსტებელი და ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, რა თქმა უნდა, მუდმივ კომუნიკაციაშია ისრაელის სახელმწიფოსთან და ეს კომუნიკაცია სწორედ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს შორის საუბრით იწყება. ხედავს თუ არა პრეზიდენტის საკმარის პროგრესი ირანთან მოლაპარაკებებში იმისთვის, რომ მოლაპარაკებებს კიდევ ცოტა დრო მიეცეს. სად არის პროცესი ახლა გუშინდელი შეხვედრის შემდეგ? გუშინ ადმინისტრაციისა და სახელმწიფო დეპარტამენტისგან მოისმინეთ, რომ გარკვეული პროგრესი მიღწეულია, თუმცა რიგ საკითხებზე შეთანხმებისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ. ვფიქრობ, ირანელები დამატებითი დეტალებით მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში უნდა დაგვიბრუნდნენ. პრეზიდენტი პროცესზე დაგვირებას გააგრძელებს. სამხედრო მოქმედების სერიოზულად განხილვამდე რამდენ დროს დაუთმობს პრეზიდენტი მოლაპარაკებებს. ზად არის ამისთვის ორი სრული კვირა გამოყოს და მისცა თუ არა ირანელ ოფიციალურ პირებს კონკრეტული ვადა შეთანხმების მისაღწევად. კარგი კითხვაა, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სახელით აქედან ვადებს არ დავადგენ. პარალელურად ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ბირთვული იარაღისკენ არც ახლა ისწრაფვის და ამას არც მომავალში აპირებს. როგორ უნდა გავაგებინოთ, რომ ჩვენ ბირთვულ იარაღს არ ვესწრაფვით, არც ახლა და არც მომავალში. თუ მათ ნამდვილად სურთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ქონდეს, მზად ვართ ნებისმიერი სახის გადამოწმებისთვის, რომელსაც ისინი საჭიროდ ჩათვლიან. დონალდ ტრამპი, რომელმაც პრეზიდენტობის პირველ ვადაში ირანთან არსებული ბირთვული შეთანხმება გააუქმა, თეირანს ძალის გამოყენებით არაერთხელ დაემუქრა. ირანში აცხადებენ, რომ ასეთ შემთხვევაში საპასუხო იერიშს თავადაც მიიტანენ. ტრამპის ადმინისტრაციის თანახმად ირანს ურანის გამდიდრების უფლება არც ერთი ფორმით არ უნდა ჰქონდეს. თეირანის პოზიციაა, რომ ამას არ დასთანხმდება. ირანი კვლავ ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.